21 დეკემბერს საღამოს 7 საათზე ზესტაფონში მთავარ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო დაინთება. საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ნაძვის ხის განათების ცერემონიის ნაწილი იქნება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ქრისტინე იმედაძე, სოფო ხალვაში, კახა კუხიანიძე, ჯორჯიან სინგს და გუფილენდი მიიღებენ. საახალწლო ღონისძიება ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ტრადიციულად სადღესასწაულო საღამოს პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს. 21 დეკემბრის ზღაპრული განწყობა წინა საახალწლო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება. 26-ში ზესტაფონს კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი ესტუმრება. 31-ში კი მთავარ მოედანზე კონცერტი ჩატარდება ღია ცის ქვეშ. მიმდინარეობს საახალწლო განათებების მოწყობის ღონისძიება. დღეს უკვე დავიწყეთ მთავარი ნაძვის ხის მორთვა, რომელიც ფიქრობთ, რომ დღის ბოლომდე აუცილებლად დასრულდება. 21-ში მთავრობის ორგანიზებით ღია ცის ქვეშ გაიმართება ნაძვის ხის ანთების კონცერტი. 26-ში უმასპინძლებთ კოკა-კოლას საახალწლო ქარავანს და ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება და ახალი წლის განწყობა შეგვიქმნის ვფიქრობ. და 31-ში უკვე გვექნება დასკვნითი კონცერტი და ერთად შევხვდებით ზესტაფონელები აქ ჩვენს მთავარ მოედანზე ახალ წელს. წელს ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი იყო, რომ სიახლე შეგვეთავაზებინა ზესტაფონელებისთვის და მოვახერხეთ, მიუხედავად იმისა, რომ მცირე დრო იყო ამის ორგანიზებისთვის დარჩენილი, შევძელით, რომ გარკვეული სიახლეები შეგვეთავაზებინა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იქნება ცენტრალურ ქუჩაზე ახალი განათება, ასევე განათება თეატრი, განათება რკინიგზის შენობა და ნაძვის ხეც მოირთვება უკვე ახლებური დიზაინით. ვცდილობთ, რომ ქალაქის სხვა უბნებშიდაც შევიტანოთ საახალწლო განწყობა და მოკრძალებული განათებებით ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით რამდენიმე ადგილას. ზესტაფონის მოსახლეობას მინდა ინფორმაციის სახით მივაწოდო, რომ აღნიშნული ტერიტორია აღჭურვილია კამერებით და ვიცავთ და ასევე ჩემი გუნდის სახელით მინდა მოწოდება გავაკეთო მათი მისამართით, რომ ჩვენს მიერ შეტანილი ეს საახალწლო განათებები, თუნდაც სიახლე, თუნდაც არსებული ძველი განათებები ერთად შემოვუნახოთ ჩვენს მომავალ თაობას, მომდევნო ახალი წლისთვის და ყველაზე მნიშვნელოვანი არ დავაზიანოთ და არ გავაფუჭოთ.